გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლაში სტუდია ბინულმა საანგარიშო კონცერტი 11 წლის იუბილეს დაამთხვია და მაყურებლის წინაშე პასუხისმგებლობით და საუკეთესო რეპერტუარი წარსდგა. შემაჯამებელი საღამო სიმბოლურად უფროსი თაობის ბინულელებს მიჰყავდათ. კონცერტზე იყო როგორც თაობათა, ასევე ჟანრობრივი ცვლა. საბოლოოდ კი მსმენელმა გემოვნებიანი და ასაკის შესაბამისი რეპერტუარი მოისმინა. ბლუზი, ჯაზი, როკი და რა თქმა უნდა პოპი. პატარები ყველაფერს ცოცხლად, მთელი გულით და მონდომებით, არტისტიზმით ასრულებდნენ. ქართული სიმღერების კონცერტს სტუდიის ხელმძღვანელის თამილა ბურჭულაძის ხელწერა და რა თქმა უნდა მისი ძალისხმევა და შრომა ეტყობოდა. ბინულელებმა გულწრფელი აპლოდისმენტები შექება, ასევე პედაგოგთა პროფკავშირისგან საჩუქრად მუსიკალური ცენტრი დაიმსახურეს. ჩემი სურვილი იყო, რომ მომღერალი გამოვსულიყავი და ამიხთა კიდეც. დღეს პატარა სცენაზე ვიდექი და ვიმღერე ბევრი სიმღერა. დიდ მადლობას ვუხდი თამილა ბურჭულაძეს ჩემს სწავლებას. ძალიან მიხარია რომ მღერი ვარ. ჩემთვის სიმღერა არის ყველაფერი. ძალიან მიყვარს და მაგით მევტკბები. საოცარი დადებითი მუხტი მივიღე ამ ბავშვებისაგან, იმიტომ რომ ეს ბავშვები იმდენად გულწრფელები იყვნენ. იმდენ მელოდიურები, ყვებოდნენ ლექს მელოდიურად, გამღერებით, ეს იყო საოცრება. საოცარ რეპერტუარი, საბავშვო პატარებთან პატარები ნამდვილ შესაფერის რეპერტუარი, დიდებთან რა თქმა უნდა დიდები. ხმა გაშლი, სამ ხმაში, ჯაზი, როკი, ყველაფერი აბსოლუტურად ბოშური სიმღერები და ყველა. რეპერტუარი მრავალფეროვანი იყო და უდიდესი სიამოვნებები მივიღე. სიხარულიანი დღეა დღეს ბინულისთვის. საანგარიშო კონცერტი საზოგადოებას, მშობელს, ოჯახს ჩაუბრალეთ ანგარიში, რა ვისწავლეთ ამ ნახევარწელში, იმიტომ რომ ჩვენ იანვარშიც ვაკეთებთ ანალოგიურად საახალწლო კონცერტს და რა ვიცი, ჩემთვის მაგალითად ბედნიერებაა, რომ ბავშვებს შეუყვარდათ სიმღერა, რო გრძნობენ. მე თავს ვგრძნობ ქართული სიმღერის სამსახურში და ძალიან მინდა, რომ ქართული სიმღერა ისმოდეს საქართველოში, ქუჩაში, ოჯახში, სკოლაში, ბაღში და ყველგან.